სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გრძელდება. უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმა-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში გუშინ დაასვენეს. საპატრიარქოს ინფორმაციით ილია მეორისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება სრულიად საქართველოს პატრიარქს კვირას 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში დაკრძალავენ, რაც მისი სურვილი იყო. დაკრძალვის თარიღი და მდებარეობა გუშინ სინოდის ხტომაზე გადაწყდა. გუშინო უმაღლესმა იერარქებმა მიტროპოლიტი შიო მუჯირი პატრიარქის მოვალეობის შემსრულებლად დაამტკიცეს, ვიდრე ახალი პატრიარქის არჩევამდე. თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი, ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს 21-22 მარტს უფასოდ მოემსახურება. გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო. მუნიციპალური ტრანსპორტი მთელი ქალაქის მასშტაბით იმოძრავებს უკვე დადგენილი მარშრუტითა და ინტერვალებით. რაც შეეხება მეტროპოლიტენს, ისიც მგზავრებს ორივე დღეს ჩვეულ რეჟიმში 6-დან ღამის 12 საათამდე მოემსახურება. მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება საქართველოს რკინიგზა, ჩანიშნულია დამატებითი რეისები. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გლოვის დღეები დაკრძალვის დღის ჩათვლით 22 მარტამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და მინისტრთა კაბინეტის წევრები მონაწილეობდნენ. სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს. ასევე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთვებიან საპატრიარქოს კომისიის მუშაობაში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმყრობელი ილია მეორე გუშინ 17 მარტს აღესრულა. ეკლესიაში ასე დროს იწყება კანონიკური პროცედურა, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით და რომლის შედეგადაც უნდა აირჩიონ ახალი პატრიარქი. პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ეკლესიას დროებით ხელმძღვანელობს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე პირი, რომელიც მართავს ეკლესიას ახალი პატრიარქის არჩევამდე. 2017 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ დანიშნა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი. შესაბამისად, დებულების თანახმად სწორედ ის ხელმძღვანელობს ეკლესიას იმ პერიოდამდე, ვიდრე არჩეული იქნება ახალი კათოლიკოს პატრიარქი. მოსაყდრის მთავარი მოვალეობა ეკლესიის მართვა გარდამავალ პერიოდში და ახალი პატრიარქის არჩევის პროცედურის ორგანიზება. საქართველოს ეკლესიის დებულების მიხედვით პატრიარქის არჩევა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2 თვისა მოსაყდრე იწვევს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს. სინოდის თითოეულ წევრს აქვს უფლება დაასახელოს ერთი კანდიდატი, მათ შორის საკუთარი თავი. სინოდი კენჭისყრით ირჩევს 3 კანდიდატს, რომლებიც ხმათა უმრავლესობას მიიღებენ. ამის შემდეგ იკრიბება საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება. კრებაზე შესაძლებელია კანდიდატების განხილვა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ მღვდელმთავრები. პატრიარქად ჩაითვლება არჩეული ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს. თუ პირველ კენჭისყრაში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საჭირო რაოდენობის ხმა, ტარდება მეორე ტური, სადაც მონაწილეობს 2 ყველაზე მეტი ხმის მქონე კანდიდატი. არჩეული პატრიარქის ინტრონიზაცია ტარდება მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში. ამის შემდეგ ის ოფიციალურად იწყებს მსახურებას როგორც უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. მართლმადიდებლური ტრადიციის თანახმად პატრიარქი ირჩევა სამუდამოდ სიცოცხლის ბოლომდე.